დაიწყო ევროპის ჩემპიონატი 2025 პოდგორიკაში. საქართველოს სახელით წარდგენილია 15 ძუდოისტი, მათ შორის 60 კილოთი კატეგორიაში შევიდა გიორგი სარდალაშვილი, რომელმაც დაიკავა პირველი ადგილი. მეგობრებო, გილოცავთ წინასწარ და გვთავაზობთ, მოდით ნახოთ როგორი. ძალიან პერსპექტიული ძუდოისტია გიორგი, თუმცა რაღა პერსპექტიული, თავის 21 წლის ასაკში უკვე ორი გზის მსოფლიო ჩემპიონია. ერთხელ მოიპოვა ვერცხლი და ერთხელ მოიპოვა ბრინჯაო. თავისი პირველი შეხვედრა ევროპის ჩემპიონატზე ჩაატარა, დაიწყო 1/16 ფინალიდან. პირველი მეტოქი მისი იყო მარტონ ანდრასი. სწორედ ამ შეხვედრას ვუყურებთ ახლა. ბევრს ვერაფერს ვიტყვი ამ მოჭიდავეზე. კონტინენტალური ჩემპიონატის პრიზიორი გახდა ერთხელ. და ამ მომენტში აიღო ვაზარი და გადავიდა შემდეგ ეტაპზე მეოთხედ ფინალში. გიორგი სარდალაშვილს მეოთხედ ფინალში შეხვდა აშიკ ანდრეიანი, სომეხი ძუდოისტი. ახალგაზრდა ბიჭი 21 წლის, იმავე ასაკისაც გიორგი არის. მიღწევებსაც შეეხება კონტინენტალური ჩემპიონატის ბრინჯაოს მფლობელია ორჯერ და კონტინენტალური თასი მეორე ადგილი. საკმაოდ სწრაფად დამთავრდა ეს შეხვედრა. თითო შიდო მიიღეს სპორტსმენებმა და შემდეგ ოუჩიგარის შესრულებით და საიპონზე გიორგი და გადავიდა შემდეგ ეტაპზე ნახევარფინალში. ნახევარფინალში მისი მეტოქე აღმოჩნდა ფრანსისკო გარიგოსი, ესპანელი სპორტსმენი, საკმაოდ ტიტულოვანი ძუდოისტი, მეხუთე ადგილზე მსოფლიო რეიტინგში. შეგახსენებთ 2024 წლის ზაფხულში ჩატარებულ ოლიმპიურ თამაშებზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაზე სწორედ ფრანსისკო გარიგოსი შეხვდა გიორგის და სამწუხაროდ მაშინ დაამარცხა გიორგი ესპანელმა ძუდოისტმა და აი დღეს მოეცა საშუალება გიორგის რომ ასე ვთქვათ შური ეძია და აიღო რევანში, რაც მან მოახერხა. თუმცა ძალიან რთული ჭიდაობა იყო, ძალიან რთული შეხვედრა იყო მისთვის. ერთი და ორივე სპორტსმენისთვის ვიტყოდი, რადგან ამ შეხვედრაში ორი შიდოს მეტი ქულა არ დადებულა და გიორგიმ გაიმარჯვა მოთმენით, დისციპლინით, სწორი ჭიდაობით ვიტყოდი, რადგან ის დაელოდა სანამ მეტოქე დაუშვებდა პირველი შეცდომას. და ფრანსისკო გარიგოსმა დაუშვა ეს შეცდომა, მიიღო მესამე შიდო და გიორგი გადავიდა ფინალში. როგორც უკვე ვახსენე, საკმაოდ ტიტულოვანი ძუდოისტია. თავის 30 წლის ასაკში მოახერხა გამხდარიყო ორი გზის მსოფლიო ჩემპიონი, ერთხელ ბრინჯაო, ერთხელაც მესამე ადგილი ოლიმპიურ თამაშებზე. ასევე გრანდსლამის ჩემპიონი, ორჯერ ბრინჯაო, უკაცრავად 5 ბრინჯაო, 2 ვერცხლი. საკმაოდ ბევრი სხვა ტიტულებიც აქვს, უბრალოდ აღარ ჩამოვთვლი ყველას.
საკმაოდ გამოცდილი ძუდოისტია და ნამდვილად საამაყოა, რომ ესეთმა ახალგაზრდა ძუდოისტმა, თუმცა ჩვენი ძუდოისტი საკმაოდ ტიტულოვანი, მაგრამ მაინც მოახერხა და დაამარცხა ისეთი გამოცდილი და ტიტულოვანი ძუდოისტი, როგორც ფრანცისკო გარიგოსი. ნამდვილად კარგი რევანში გამოუვიდა ევროპის ჩემპიონატზე. ამ მომენტში ველოდებით გადაწყვეტილებას. აჩერებს მსაჯი. რა თქმა უნდა, მესამე შიდო და ფინალში გადასული გიორგი სარდალაშვილი. ფინალში გიორგის მეტოქედ აღმოჩნდა აიუბ ბლიევი. საკმაოდ კარგად ჩაატარა ტურნირი. სწორედ ამ მოჭიდავემ დაამარცხა ლუკა მხეიძე, ჩვენი ქართველი ძუდოისტი და გავიდა ფინალში. მეოთხედ ფინალში დაამარცხა ტურან ბაირამოვი, საკმაოდ ძლიერი ძუდოისტი ვიტყოდი. ამიტომ ვფიქრობ, კარგი მიღწევა ამისთვის ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილის დაკავება. ეს მისი პირველი მედალია ევროპაზე, 2 გრანდსლამი აქვს მოგებული. ეგ იყო მისი აქამდე, ასე ვთქვათ, პიკი და მეორე ადგილი ევროპაზე ძალიან ვფიქრობ კმაყოფილია. ეთყობათ ორივე ძუდოისტები, რომ საკმაოდ დაიღალნენ. ორივე მოჭიდავე აქტიურად უტევდნენ, რომ ხდებოდეთ, ხო, რა თქმა უნდა, მთელი მონაკვეთი და ყველა შეტევა არ მაქვს ნაჩვენები, რადგან დავზოგოთ დრო, რომ ძირითადი აქცენტი მაინც უფრო ქულაზე მაქვს გაკეთებული, ამიტომ რომ ხდებოდეთ, იმდენი შეტევა იყო ამ ჭიდაობაზე, რომ ამ მთელი ამ დროის განმავლობაში, ესე იგი ძირითადი დრო და დამატებით მხოლოდ თითო შიდო აქვს მიღებული ძუდოისტებს, ანუ აქტიურ შეტევაზე იყვნენ ერთიც და მეორეც. რასაც ქვია თავის ორივე ძუდოისტს აი ამ მომენტში მიიღეს შიდო. რასაც ქვია ორივე ძუდოისტს უნდოდა მთელი გულით გამარჯვება და რასაც ქვია დაიხარჯნენ ბოლომდე. საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ ერთი იუკო დაფიქსირდა გიორგის შესრულებით, რა თქმა უნდა, დამატებით დროში. ამის მიუხედავად ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, უამრავი შეტევები ხორციელდებოდა, აქ აღარ გადავიდა შებოჭვაზე. დამთავრდა ძირითადი დრო. და ევროპის ჩემპიონატ გაემგზავრება გიორგი მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ჩატარდება ერთ თვეში. აი ამ მომენტში ვხედავთ იუკო ოუჩიგარი შეასრულა გიორგიმ. მიიღო იუკო ეგრევე მეტოქე, ხო არ ვიცი რატო გაშალახელები, რატო ვერ ხვდება. რატო ეპარება ეჭვი, თუმცა არა, იუკო იყო, ნამდვილად იუკო იყო და ულოცავ გიორგის შესანიშნავი გამარჯვება, შესანიშნავი ასპარეზობა. ულოცავ გიორგის და გილოცავთ თქვენს მეგობრებო. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.